გორის საკრებულოში კიდევ ერთ შტატს ამატებენ. საკითხზე საკრებულოს ხდომაზე იმსჯელეს. თავმჯდომარის დავით რაზმაძის განმარტებით შტატგარეშე თანამშრომლის ასაყვანად კონკურსი გამოცხადდება. მისი ფუნქცია მოვალეობა კი ელექტრონული სისტემებს უკავშირდება, რა თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან ხელფასისთვის ჯერ უცნობია. ეს გამოიწვია ჩვენ ახალმა სისტემამ და მაგასთან დაკავშირებით ხდება ხელშეკრულებით აყვანა. რაღაც გარკვეული პერიოდი გვეყოლება ეს და მე ვნახოთ შევხედავთ თუ მაგალითად მოხდა ისე რომ ვიმე პოზიციაზე აქ აი ამ მომსახურეობა ამ ელექტრონულ სისტემის ვინმე შერჩეული უკვე არა მაგაზე გამოცხადდება კონკურსი და მაგით მოხდება მე დანიშნა მის ხელფასი ანაზღაურება რამდენი იქნება და ბიუჯეტი ეხლა მე ზუსტად არ ვიცი ალბათ შესაბამისი რაც არის ჩვენ ეხლა კატეგორია რაც შეგვესაბამება საკრებულოს აპარატს იმის შესაბამისი ექნება ხელფასი